მეგობრებო, ეს არის ქამა, მინდვრის ქამა სოკო, რომელიც არის ძალიან გემრიელი. მოვამზადებ და გაჩვენებთ ყველაფერს დეტალურად. გავასუფთავებ და ნახოთ, შემოგთავაზებთ, როგორ გავაკეთებ. აი ასე გავასუფთავე, გადავაცალე ზემოდან კანი. ეხლა გავრეცხავ ამას, გავაშრობ, საწურზე დავდებ რომ შეშრეს და გავაგრძელოთ შემდეგ მომზადება. გავრეცხე სოკო, გადავიტან ეხლა საწურზე, გავაჩერებ ასე რომ კარგად გაშრეს, გავიდეს წყალი და შემდეგ დავიწყებ უკვე მომზადებას. ჭრის სოკოს დაახლოებით აი ასე. ვიყენებ ასევე ღეროებსაც. ასე გადავჭრი. ეს არის, როგორც გითხარით, მინდვრის ქამა სოკო, რომელიც ძალიან გემრიელი არის და გავაგრძელოთ მომზადება. ცხელ ტაფაში ჩავასხათ ზეთი. მერე ჩავყრე შიგნით სოკოს და რომ მოიშუშება, დავამატებ ხავს. წვანილებს და გაჩვენებთ ამასაც. ესე კარგად ამოურევთ დაბალ ცეცხლზე, უნდა მოიშუშოს. მიუხედავად იმისა, რომ გავრეცხე 1 საათი მაინც საწურზე მქონდა, გაჩერებული რომ ზედმეტი წვენი გასვლოდა და საკმაოდ მშრალად გამოიყურებოდა, ნახეთ მაინც რამდენი წვენი აქვს. ახლა ვამზადებ მწვანილებს, მწვანილები მაქვს ქინძი, ბლომად, ძალიან ცოტა პიტნა და ცოტა ქონდარი, მინდა რომ უქნა კიდევ ნიორიც, რა თქმა უნდა, და წიწაკა. გაჩვენებთ როგორც ყოველთვის პროცესში. აი დაახლოებით ამდენი პიტნა უნდა უქნა, ეს ხახვი, ქინძი და ქონდარი, ესეც ძალიან ცოტა. ხმელი ქონდარი თუ გაქვთ, ჯობია ხმელი ქონდარი. მე ნედლი ქონდარი უნდა გავუკეთო. ხმელიც კი მაქვს, მაგრამ რატომღაც მინდა რომ ნედლით გავაკეთო, ნახოთ როგორი იქნება. ნიორი მაქვს აი ასეთი გაყინული, მწვანე აჯიკა გავაკეთე და ქინძი აქვს შერეული და ფერი, იმიტომ აქვს ასეთი. ისეთი საჭმელი, რომელიც ქინძით კეთდება, დაუხდება ნიორიც, ამ ნიორს ვიყენებ ხოლმე, ანუ ახალი ნიორი აღარ გავარჩიე მაგიტომ. ცოტა წყალი რომ ჩააშრა, დავაყარე ხახვი. ახლა უნდა მოუთუშოთ ხახვთან ერთად, ცოტა მწვანილებიც გამეპარა, არა უშავს. და რა თქმა უნდა, მარილი. არ დაგვავიწყდეს მარილი. მწვანილები, აგერ ნიორი. კარგად აურიოთ. მაქვს ძალიან მწარე წიწაკა და აი ესეთი პატარა უნდა ჩავაგდო, იმედია ძალიან არ გამწარდება. ცოტა ხანს კიდევ გავაჩერებთ ცეცხლზე. მწვანილიც რომ მოითუშება, უკვე შევამჩნევთ ჩვენ თვითონ. როდის იქნება საკმარისი, გამოვთავთ, გემრიელად მიირთვით. დროებით გამოიწერეთ ჩემი არხი.